ყველას მოგესალმებით, მეგობრებო, დიდი მადლობა, ვისაც ჩემი ვიდეოები მოსწონს. გუშინ წინდელ ვიდეოსთან დაკავშირებით ძალიან ბევრი გამოხმაურება მოყვა, ძალიან დადებითად შეაფასა ხალხმა. და ლოგიკური არის, იმიტომ რომ აქ მარტო მე არა ვარ ესე, ვინცა ესე რაღაცა გამწარებული არის ამ ყველაფერს. ზოგადად მე იმ ფაქტმა შემაშფოთა ყველაზე ძალიან, რომ აეროპორტში ამდენი ხალხი, ახლა ქართველებით სავსე აეროპორტი იყო, რომელიც, რა ვიცი, აი ქართველებით სავსე შეიძლება არ იყო, მაგრამ ქართველები არსებობდნენ რა, ახლა ვიღაცა რიგითი ადამიანები, რომლებიც ან ტურისტს აცილებდნენ, ან რაღაცა და არავინ ხელი არ გაუქნია და არ მოაჯინა თავის ადგილზე ეს ვიღაცა არაბი, რომელიც ესე ხმამაღლა ყვიროდა და ზოგადად აი ეს ფაქტი არის, რავი, აი ძალიან შემაშფოთებელი, იმდენად დაკნინებულია უკვე საქართველოში ხალხი, იმდენად ვართ უკვე დაჩმორებულები, რომ და შეშინებულები, კაცო, იმას თავი დავანებოთ და კანონებმა, ვიღაცების თითისქნებებმა პარლამენტიდან და კანონებით ძახილმა და აბა დაგიჭერთ და თუ ასე იზავთ და თუ კი ვინმეს რამეს ესე და აქ ჩვენ ვარ და იმდენად უკვე დააჩაჩანაკა ხალხი, რომ რავი, კაცი კინაღამ თავს იფეთქებდა, რავი, ცოტა გააკლა, მე მგონი დინამიც გახსნიდა და არავინ, რავი, ხელი არავინ არ შეუშალა, ელემენტარული, რავი, მაგის ქმედება რა, როგორ ვერ დაინახე, რომ რაღაცა აგრესიული, რაღაცა ისეთი ქმედებაა, რომელიც რამაც შეიძლება მერე რომ გამოიწვიოს რაღაცა, შეიძლება ისეთი კატასტროფა, რაც მერე უკვე სხვერპლთან შეიძლება იყოს, ნუ ახლა ხო ხვდებით, ნუ ხო და ესეც წინაპირობაა, ესეც ერთგვარი, რაც აეროპორტში მოხდა. და ნუ ეგ საერთოდ მოვლენა რა, ქართველი ადამიანების აი ესეთი თავჩახრილი მოვლენა და ელოდებიან პოლიციას, ვინ როდის დაიჭერდა. ეხლა რაზე მინდა რომ გავაგრძელო და ვისაუბრო და ბევრი ხანი არ მოგაწყენთ. დღეს იყო გიორგი ქარდავა, ანუ მოდი მაგას ცოტა მერე გეტყვით და მანამდე კიდე ერთი ესეთი ალბათ თქვენს ინტერნეტში ნიუსად გექნებათ ნანახი, რომ ეს MR Hills-ის MR Hills-ი თუ მაგათი წარმომადგენლები გამოსულები იყვნენ და მოკლედ ადამიანებმა ისეთი მისაღები, აი ზუსტად ქართველზე რო არის გათვლილი ფასები, აი ესეთი ფასები დაახეთქეს არაბულ ქალაქებში, ეს $2000 იმაში, არაბულ კრწანის მიწაზე, $2000-დან იწყება კვადრატული მეტრი, $2000-დან. და ეს ჩვენი, მეც როგორ იყო, რაღაც გარკვეული 40% ხო ქართველების, ჩვენ ხო უნდა ვიყიდოთ, ქართველებმა ხო უნდა ვიყიდოთ და ქართველებს ჩვენ ესე იმდენი შესაძლებლობა გვაქვს, რომ $2000 გადავიხადოთ კვადრატულებში. და აი ეს რაღაცა ამას მე პრემიერ-მინისტრი იძახის არაუშავს. 60,000-მა უცხოელმა იყიდა ბინაო და დიდი ამბავი რა მოხდება მაგითიო და თან იქვე იძახის, რომ ქართველებისთვისაც შეიძლება ბინის. ბიჭო, დებილები ხართ თქვენა თუ დებილი გგონიათ ეს ხალხი, კაცო? დებილი გგონიათ $2000 საშუალება რო არსებობდეს ამ ქვეყანაში, რომ იმ ადამიანმა 2000 ის 1 კვადრატი უნდა იყიდოს $2000? თუ 3 კვადრატი და ფორმალურად ქვას, რომ ისა რა ქვია, რაღაცა იმაში ვცხოვრობ? მაგის საშუალება რო არსებობდეს, ამდენი უცხოეთში წასული ადამიანები იქნებოდა მიგრანტები? ზოგი ამერიკაში, ზოგი რუსეთში, ზოგი ევროპაში, ამდენი იქნებოდა? ასე თქვენ რომელ პლანეტაზე ცხოვრობთ ერთი რა, ხალხს გაგვიხსენით, საერთოდ რამე ცალკე ოაზისი გაქვთ შექმნილი? აი, ერთი ფილმი მახსენდება ხოლმე ეს აი ქვევით რო დედამიწის ზევით რო რაღაცა ცალკე გალაქტიკასავით რო არის შექმნილი და იქ რო არ უშვებენ რა, ძირიდან
დედამიწიდან ამომავალ ხალხს რა რაღაცა ესეთი მახსენდება მე და რამე ესეთი ისა გაქვს შექმნილი ცალკე ოაზისი გაქვს შექმნილი მოიხსენით ეგ სათვალეები თქვენ შობელძაღლებო და გამოიხედეთ და ხალხს გამოხედეთ რა რადგანაც გზები არის ისა სუფთა და მოვლილი და რაღაცა გამწვანება არის დაგებული და რავი ხალხი მოძრაობს გონიათ რომ ისა გაჭირვებული ხალხი არ არსებობს ამ ქვეყანაში და ყველა კარგად არის და ყველა იმ დონეზეა რომ $2,000 გადაიხადო იმაში რა ქვია ბინებში კაცო ხო და ну არ ვიცი რავი მე მგონია რომ ეს ხალხი რაღაცა ისეთ პლანეტაზე ცხოვრობს მოიწყეს ყოველ შემთხვევაში პლანეტა სადაც თვითონ ფიქრობენ რომ ესე უნდა იყოს ყველა და არ არის ჩემო ბატონებო ყველა რა ესე რა თქვენ რო ფულებ ჭრით და იქ კოლ ცენტრი და იქ რაღაცა ცენტრები და ისინი რო გაგვდა ფულებს რო ხუნავთ იქიდან და უთაკებში რო ინახავთ ყველა ხალხი წელებზე იდგავს ფეხს და ბანკები ცხოვრობს ხალხი და იმიდან რა ქვია თვიდან თვემდე მასე გადის და ეგრე არ არის რა როგორც თქვენ უბერავთ ხო და აი რაზე მინდოდა რა და ზოგადად თქვენი დამოკიდებულება აი ამ მოცემულ სიტუაციაზე არაბულ ინვესტიციებთან დაკავშირებით და ზოგადად მიგრაციასთან დაკავშირებით აი ძალიან ნათლად ჩანდა დღეს საკრებულოს ხდომაზე რა გიორგი ქარდავა იყო გამოსული საკრებულოს ხდომაზე და საუბრობდა 31 დეკემბრის ღამის უკვე პირველი რო დაიწყო მაგ ღამის დიდ ტრაგედიაზე. ეს მართლა ტრაგედია არის ხალხო. ნუ არავინ არ მომკვდარა. შეიძლება ვიღაც გადაიღუპა, მაგრამ რაღაც საერთო რაღაც ტრაუმი არ ყოფილა, მაგრამ დემოგრაფიული ტრაგედია დავინახეთ ჩვენ ყველა ადამიანმა, მე პირადად დავინახე ღამის, რავი, 4 საათამდე ვხედავდი ამდენი შავი ადამიანის და არაქართველის მოძრაობას, რავი, რუსთაველზე და იმაზე თავისუფლებაზე რა. და ვიდეო მე პირადად გადავიღე და კიდე ბევრმა გადაიღო ვიდეო. აი, ლიბერალებმა დააღეს პირი, ეს რა ხდებაო, ჩემი კარგი ისაო და ჩემი ესაო და აი ხა ამაზე საუბრობს გიორგი ქარდავა პარლამენტში კი არა და საკრებულოზე საუბრობს და წინ აი მე ვიდეოს დავდებ სახესაც ამოუჭრი არ ვიცი ეგ კაცი ვინ არის საერთოდ რას წარმოადგენს ზოგადად დღეს საკრებულოში ხალხი როზის ვაფშეტა პრიჩობ რას აკეთებს ეს ხალხი რისთვის არიან ტელეფონს რო სკროლავენ მარტო და არაფერს რო არ აკეთებ და საერთოდ მე დარწმუნებული ვარ რავი ამ ხალხს რო კითხო საცხოვრობო რავი მე მგონი არც იციან საქართველოში რო ცხოვრობს ეს ხალხი და ნუ უყურებ და სახი არის რაღაც გიორგი ქარდავა ლაპარაკობს აი ამ ძიმე მოვლენასთან დაკავშირებით თუ რამდენად უკვე შემოსევა არის საქართველოში მიგრაციის მხრიდან რამდენად დაუტანელი არის და რამდენად უკვე გადაშენების პირას დგება ქართველი ერი და საზოგადოება და ამას ლაპარაკობს და ხე მე ვერ დავაბრალებ რომ ეს დასცინის მას ამ საუბარზე მაგრამ ცოტა მე პირადად მე თუ მკითხავ რა ცოტა მე ესე მგონია ამან რატვინი წაიღოს ბაზარი უფრო მგონია და ცოტა ირონიული ესეთი გამომეტყველებით და ნუ ადამიანი საუბრობს ესეთ რაღაც აი რო ვისაუბროთ რომ რაღაცა ხდება ადამიანი დაიღუპა და ვიღაცა იღრიჯება იქიდან ხო ანუ რამდენად ფეხზე გკიდია შენ როგორ ფეხებზე კიდია შენი ქვეყნის მომავალი შენი ქვეყანა საქართველო და ქართველი ხალხი აი იმ მოკლე მონაკვეთში ჩანდა რა იმ მოკლე მონაკვეთში ჩანდა და ეხლა გამოხტებიან აქ ოცნებისტები გამომიხტებიან და არაო კაცო ესო სხვა რამეზე იცინოდაო აქო პრობლემა არა ეს სხვა რამეზე იცინო რას ქვია რა სხვა რამეზე ადამიანი საუბრობს თემაზე დემოგრაფიულ თემაზე საუბრობს რაღაცაზე ლაპარაკობს რაც ქვეყნის პრობლემა არის და დამღუპველი არის და დიდი ტრაგედია არის ქვეყანაში და ამაზე შენ იღრიჯები და ეს არაფერი არ არის ანუ რაღაც თემას საუბრობს და კაცი იღრიჯება თო
ზოგადად ჩემთვის რა არის იცით გაურკვეველი ეს ხალხი საერთოდ რატო ზის ან საკრებულოში ან პარლამენტში ან რამეში საერთოდ რატო ზიან რისთვის იწერთ რატო მე უნდა მეჭრებოდეს მე ან სხვას ხელფასიდან საშემოსავლო რატო უნდა ეჭრებოდეს და რატო უნდა ხმარდებოდეს შენ რომ ზიხარ პარლამენტში აი რის გამო ვინ ჩემი ფეხები ხარ რა იცი მითხარი რისი გაგეგება იცი სადაც ცხოვრობ საერთოდ იცი სადაც ცხოვრობ არაფერი არ იცი არა საქართველოს შემომიხაზეო რომ რუკაზეო ალბათ ეგეც არ იცი რა და არ ვიცი რავი პროსტა გული რაზე მტკივა იცი იმდენი ჭკვიანი ხალხი არის ქვეყნიდან რავი უცებ წასული ზოგი ისეთი ანავარით ან წამებით ან რავი ვიღაცა მოკლეს და ვიღაცა ჩამარხეს რა ვიცი ქვესკნელში მიწაში ჩადეს და დამარხეს ცოცხლად და ამდენი ადამიანები ქვეყნიდან ზედამიწიდან წასულები არიან რა ვიცი ქვეყნად არიან ღმერთმა გაანათლოს მათი სულები ვინც ქვეყნისთვის ომობდა ქვეყნისთვის იბრძოდა და ვინც ქვეყნისთვის არსებობდა და ქვეყნისთვის მოღვაწეობდა და აი ესეთი არარაობა არასწორი ხალხი ზიან დღეს პარლამენტში და იღრიჯებიან თო ნუ არ ვიცი აი სამართლიანობა სად არის ხალხო აქ მე ვერ ხვდები პროსტა და სხვათა შორის ეს ხალხი მოყვანილი არის უმრავლესობით ხალხო უმრავლესობით არის მოყვანილი და ნუ რა ვის უნდა დავაბრალებთ რომ ეს დიქტატორები არიან და ისინი არიან და ესენი ძალით ინარჩუნებენ თავიანთ ადგილებს არა გენაცვალე ხალხი ხაზავს მე შენ რო რამის შემოხაზო არ გინდოდეს ადამიანო ვინმე რამეს დაგაძალებს ძალით დაგადებინებენ და შემოგახაზინებენ ერთი deep state აძალებდა ამათ იმას რა ქვია აქ LGBT და gay pride-ების ლობირებას და იმედის ტელევიზიას მაგათ გაშუქებას და მეორე კიდე მაგათ აძალებენ 41-ის შემოხაზვას რა. არ ვიცი, აი ეს სიტუაცია არის, აი ადამიანის გამომეტყველებით იქვე ეტყობა რას ლაპარაკობს ადამიანი რაზე აქვს საუბარი, რამხელა ტრაგედია არის საქართველოში, რომ შენ თუ ფეხებზე კიდია, შეძაღლო, შეძაღლიშვილო მართლა, შენ თუ ფეხებზე კიდია, შენი საქართველო შენი ყველაფერი თუ წადი შვილო მაგ პარლამენტიდან და ხო გაქა ნაშოვნია რა დაანებე მაგ იმუნიტეტს თავი კაცო იციან ყველამ კარგად ვინ ახარ პოლიციამაც იცის ვინ ხარ და იმანაც რა ქვია კიდე უშიშროებამაც და ყველამაც კარგად იცის და ნუ გეშინია იმუნიტეტი არ გჭირდება გარეთ რომ ვიღაცამ შენ დარღვევაზე ღვეძე გაგაჩერონ ჯარიმას არ დაგიწერენ ნუ გეშინია სანამდე ოცნება არსებობს და თუ ასე ფეხზე კიდიათ ბიჭო საქართველო და ასეთ თემებზე თუ გეცინება წადი ბიჭო იმიდან რა ქვია პარლამენტიდან თუ საკრებულოდან გადი ბიჭო და ცოტა ისეთი ადამიანი მაინც შემოიყვანე ვისაც არ გაეცინება ესეთ თემაზე შენ სამეგობროში შეიძლება იმდენია ვისაც ადარდებს და აღელვებს ზოგადად ეს თემები ხო და ვისაც მაინც არ გაეცინება ნუ არ ვიცი რავი რა ნუ აი ესეთი მდგომარეობა გვაქვს და მე ვფიქრობ რომ ანუ ერთობა არის ხალხო საჭირო რა პირველ რიგში რა მე ძალიან მიხარია ანუ რაღაც ლიბერალური იდეოლოგიის და აზროვნების ხალხსა და ეროვნულად და კონსერვატიულად მოდი ესე დავარქვე კონსერვატიულ და ლიბერალურად აზროვნების ხალხს შორის რომ რაიმე კონსენსუსი დგება იმაზე რომ მიგრაცია ამხელა მიგრაცია იმათვისაც კი პრობლემა რო არის და ეს რო საერთო პრობლემად რო დგება ის ძალიან დიდად მიხარია და სხვათა შორის აი კომენტარებში ხოლმე იქვე ეტყობა რა ეხა ყველამ კარგად იცის იმათმაც კარგად იციან და ჩვენს კარგად ვიცით ისინი რანი არიან ვინ წერს ვინ რა საკომენტარებს მაგრამ ერთმანეთში რო უკვე იმ რაღაც ამ თემასთან დაკავშირებით რო ერთმანეთს რო ულაიქებთ და დადებით კომენტარებს უწერთ იქ არავინ არ გამოხტება და არავინ არ მოდის და არავინ არ იძახის შენ რუსო შენ ისა შენ ესა
თუმცა ჰომოფობო და რაღაცა ეგეთ სიტყვებს აღარავინ აღარ ხმარობს, როცა ამ ხელა პრობლემაზე არის საუბარი და ძალიან მიხარია, უბრალოდ ესეც სხვათა შორის მაღალი ღმერთისგან არის დაშვებული ეს დღეს რაც ხდება ერთგვარი პრობლემა, იმიტომ რომ ალბათ ადამიანები უნდა მიხვდნენ და მივიდნენ იმ დონემდე და ეს ჯერ კიდე არაფერი არ არის რა. ეს ჯერ კიდე არაფერი ის როდის შეიკრება ქართული ხალხი და ქართველები, აი ეს ლიბერალები და კონსერვატორები როდის მორჩება, იცი აი ეს გახუთმაგება ქართველი ხალხის, როცა აი აქ აი ეს დედა არხნიანები ისეთ რაღაცას გააკეთებენ, ეს არაბები და ეს ჩამოთესლილი ნაბიჭვრები, რომ აქ საქართველოში ვიღაცას თავიდან თმის ღერი ჩამოუვარდება და რაღაც დაემართება. აი მაშინ მორჩებით ჩვენ ერთმანეთში კიდე რაღაცა კამათობანას და რაღაცას და კიდე ვინც კიდე კონსერვატიულად და ეროვნულად არიან გაწყობილები, ბიჭო, ერთმანეთს ნუჭავთ რა, ბიჭო, ეგ კონსერვატიულ ძალასაც მოუწოდებ და რავი, ყველა ძალებს მოუწოდებ, ვინც ფიქრობს, რომ იძახის, რომ მე ეროვნულად ფიქრობ და ეროვნულად ვაზროვნებ და ვინც ამ პრობლემაზე მუდამ აპელირებს. ბიჭო, ერთმანეთს ნუ დავჭამთ ხალხო. ნუ ვართ არა ვართ ჩვენ მაგ პოზიციაში და მაგ ფუფუნებაში, რომ ერთმანეთი ხოცოდო და გვლიჯოთ, მაგის ზედავატირე, კაცო. ქართველები ვართ, ხვალე ომი რომ მოხდეს, ერთმანეთს ზურგში დანახო, არ უნდა ჩავარტყათ რა. ეს უნდა მოხდეს, ერთმანეთში შეკრება უნდა მოხდეს, დიდი შერიგება უნდა მოხდეს, ბიჭო, ადრეცა მაქვს ნათქვამი და ეხლაც ვიძახი. თორე ესე განცალკევებით, კი ბატონო, კი ეხლა 7 დეკემბრის აქცია, კი ბატონო, მეც იქ ვიყავი. იყო ხალხი, მაგრამ აიქ არ იყო იმ ხელა მასა 100,000 კაცი არ იდგა, კაცო. და 100,000 კაცამდე რომ ავიდეს და 200 და 300,000 კაცამდე რომ ავიდეს, ერთმანეთში უნდა კონდეს დანდობა საქართველოში ქართველებს და იმ ლიბერალთანაც არ უნდა კონდეს რაღაცა ისეთი მოძულებული სიტუაცია, რომ იმ ადამიანსაც უნდა დაედგომობოდეს იმ გარკვეულ პრობლემის ირგვლივ ჩვენთან ერთად ფეხი და იმ არალიბერალს თუ იმ რაღაც გარკვეული დაჯგუფების მქონე ადამიანს ყველას უნდა დაედგომებოდეს. ყველას ერთმანეთში უნდა დაგვედგომებოდეს ფეხი, კაცო. როგორც პანდემიის დროს ამ ხელა განსაცდელი რო იყო და ხალხს რო რავი კუბოებით რო გაქონდათ ყველა მეორე დღე და რა ვიცი ეგ კიდე რავი მე ცოტა სხვა ეჭვები მგონი ეგ ძალით ხოცავდნენ მე მგონი ეგ საავადმყოფოებში ამ ხალხს და მაშინ რო ერთად ხო იყო ხალხი რაღაც მაინც იმ ხელა დარეკვები ყოველდღე მოკითხვები ვინმე დააცემინებდა აბა როგორ ახარ ცუდად ხო არ გახდი აბა კარგად იყავი და აბა არაფერი დაგემართოს და მიუხედავად იმისა რომ მაინც რაღაც გარკვეული კონფლიქტები არსებობდა ადამიანებში 2008 წელი ავიღოთ ოპოზიცია დაუდგა იმას რა ქვია გვერდში მიუხედავად იმისა რომ მიშა საძულველი და საზიზღარი იყო მაშინაც სანამდე და ძალიან ისინი დაიწყო და ოპოზიცია დაუდგა მაშინ თვითონ თქვეს რომ ჩვენ ომიანობა რო იყო აღარ ჩავთვალეთ საჭიროდ რომ რაღაცა ოპოზიციურად განწყობილები ყოფილიყავით კიდეო და სახელმწიფო სჭირდებოდა გვერდში დგომაოდა დაუდგნენ სახელმწიფოს გვერდში და ომია და საერთო პრობლემა არის და ანალოგიურად ახლა ჩვენს სიტუაციაში პრობლემა არის ხელისუფლება ხალხო ომი არა გვაქვს მაგრამ ერთ-ერთი დიდი პრობლემა არის ხელისუფლება რა ხელისუფლება რომელიც მიაქანეს ამ ქვეყანას რავი უფსკრულისგან რავი ჯანდაბისკენ რა ერთ სიტყვით და ეგ არის რომ ერთმანეთი უნდა დავინდოთ კაცო ვინც არა ვართ ხელისუფლებაში ვინც ასე თუ ისე რაღაცას ვაზროვნებთ ფიქრობთ ერთმანეთში შეხედვა უნდა გქონდეთ თვალები უნდა გაუსწოროთ ერთმანეთს კაცო გვერდი და გვერდ თვალებში უნდა ჩავხედოთ ერთმანეთს თუ საპატიებელია ერთმანეთსაც ბოდიში უნდა მოუხადოთ ეგეც არ არის არაფერი ისა რა ქვია ბაზორი კარგი მოკლედ აღარ შეგაწყეთ და აი ესეთ გნიდა პარლამენტარებს კიდე ხო რა ვიცი
მალე დაიჯებით და მე ისე არა თქვათ, რომ აიმე დედა deep state-ი გვაძალებდა სიცილებსო. აბა კარგად იყავით, ღმერთი თქვენსკენ, ღმერთი ჩვენსკენ, გამოიწერეთ ჩემი გვერდი და მილაიქეთ ვიდეოები, ყველას დიდი მადლობა. კარგად ყოფნას გისურვებთ.